ასე გამოიყურება ჭავჭავაძის ნომერ 7-ში ახლად გახსნილი ბიბლუსი გალერეა, სადაც გუშინ ღამით უცნობი პირი შეიჭრა. თანამშრომლებს დილით შენობაში მიმოფანტული წიგნები და დაზიანებული ინვენტარი დახვდათ. სავარაუდოდ შემთხვევის დროს დაშავდა დაცვის თანამშრომელი, რომელიც მომხდარზე საუბარს თავს არიდებს. ბიბლუსი გალერეაში სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. აღმოჩენილია დაუდგენელი წარმომავლობის მედალიონი, რომელიც სავარაუდოდ თავდამსხმელს ეკუთვნოდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ვერაფერ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ მომენტში მე დანარჩენს გამოძიება დაადგენს. შეგიძლიათ გამოძიებას კითხავთ და კომენტარს ვერ გავაკეთებ, ოდის გიხდით. უცნაურობა არის ის, რომ არ არის არანაირი დანაკარგი, უბრალოდ ფიზიკურად არის დაზიანებული ინვენტარი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ნაპოვნი რაღაც მედალიონი. თქვენ ნახეთ, რომ ექსპერტები მუშაობენ, უკვე გაარკვიონ რასთან გვაქვს საქმე. ამასთანავე ჩვენ სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული კადრები, რომელსაც ახლა ამუშავებენ და დღის ბოლოს სავარაუდოდ უკვე გახდება ცნობილი ამ კადრების მეშვეობით გავარკვევთ რა მოხდა, ვინ იყო შემოსული და არის ეს ვანდალიზმი თუ რაღაცა განსხვავებული მოვლენასთან გვაქვს საქმე.